მედია პროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს უცნობი კავკასია. ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 9 ნახევარზე ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში სტუდიაში ნათია გამცემლიძე მუშაობს. სანდრო გირგულიანის მკვლელობაში ბრალდებულებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თანახმად სასჯელი გაუნახევრდებათ. სასჯელის განახევრების საფუძვლად სასჯელახსრულებლის ახლადანიშნული მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბრალდებულების სამხედრო წოდებას ასახელებს. სამხედრო წოდების გამო გირგულიანის მკვლელობაში ბრალდებულები ღაჭავა ბიბილური აფციაური და ალანია რამდენიმე თვეში თავისუფლები იქნებიან. დღეს უცნობ კავკასიაში ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს გია ცაგარაიშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ამირა რობაქიძის მშობლები უპასუხებენ. მოგესალმებით ბატონ გია, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მე მინდა პირველ რიგში საზოგადოებას შევთავაზოთ სანდრო გირგულიანის მშობლის ქალბატონი ირინას გამოსვლები, მაშინ როდესაც იგი ითხოვდა რომ თავის შვილის მკვლელები დასჯილიყვნენ, ასევე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ამირა რობაქიძის დედის გამოსვლები ამ თემებთან დაკავშირებით. თუ შეიძლება მე ვთხოვ პროდიუსერს გაუშვას მასალა. მე სანამ არ დავსჯიმე დამკვეთებს, მანამ მე არ გავჩერდები, ვერავინ ვერ გამაჩერებს მე. ეს ველოდები რომ იქნებს ის მარში ვნახო თენდება და გავმივარ სასაფლაოზე იქაც მივდივარ ვერაფერი ნუ არ ვიცი რაღაცა გზადაგზა დავდივარ და ჩემთვის ველაპარაკები სასაფლაოზე რომ მივდივარ ვინმე რომ დამინახოს ალბათ გიჟიაო იტყვი და ეს წამებით გვიტენდება და წამებით გვიღამდება ეს წუთი სოფელი როგორ უნდა გავლიო ისიც არ ვიცი როგორ უნდა გავაგზელო ეს ხორება ისიც არ ვიცი არაფერი არ ვიცი გაოგნებული დავდივარ გავაკეთებინე, გავადიდებინე ბოლო სურათია. გერმანიაში გადაღებული 2 კვირის მერე დამღუპეს. მიწამეს 14 ჭრილობა მიაყენეს და მოკვლა არ გვინდოდაო. 14 ჭრილობას კაც რო აყენებ შეიძლება იქ თქვა რომ მოკვლა არ მინდოდაო. ხო უნდა გაგიჟდე ხალხო, ხო უნდა გადაირიო. ყველაზე ბედნიერი რომ ვიყავი მაშინ მომკლეს მე მაშინ. ხალხო მე ვარ სანდრო დღეს, მე სანდროს მაგირად ვიბრძოლე. ბატონ გია, რასთან გვაქვს საქმე? თქვენ საუბრობთ, რომ არ იყავით საქმის კურსში ამ შეწყალების შესახებ. ასევე თავად შეწყალების კომისიის თავმჯდომარე საუბრობს, რომ იგი არ იყო ინფორმირებული, რომ სანდრო გირგულიანის მკვლელები უნდა შეეწყალათ. რასთან გვაქვს საქმე, ბატონ გია? თავად სასჯელახსრულებლის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ეს შეთანხმება მოხდა მას შემდეგ, რაც არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა და გნებავთ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით. რა სიტყვით ბატონ გია, ვინ მიიღო საბოლოოდ იქნებ გვიპასუხოთ ეს გადაწყვეტილება და ვინ მოაწერა ხელი იმას, რომ სანდრო გირგულიანის მკვლელებს სასჯელი უნდა განახევრებოდათ? ვინ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება? რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა სააკაშვილმა, იმიტომ რომ მის გარეშე ვერც ერთი ადამიანი ვერ განთავისუფლდება ვადაზე ადრე და რა თქმა უნდა, ვერც გაუნახევრდება სასჯელის მოუხდელი ნაწილი. ცალსახად ეს არის ბატონი სააკაშვილის ხელის მოწერით, ხელდასმით გაკეთებული ამბავი. თუ შეიძლება ზოგადად ასე ვთქვათ, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს და ასეთად მიაჩნია თავი ბატონ სააკაშვილს შეუძლია ვადაზე ადრე გაანთავისუფლოს საპატიმროდან პატიმარი, გაუნახევროს მას სასჯელი, ან სხვაგვარად შეიწყალოს. სხვას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. კანონით, საქართველოს კონსტიტუციით. გააჩნია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს. რაც შეეხება შეწყალების კომისიას, რომელიც მისი განკარგულებით არის შექმნილი, კომისია უბრალოდ განიხილავს შესაწყალებელ პატიმართა საქმეებს და უგზავნის საბოლოო დასკვნისთვის ისევ საქართველოს პრეზიდენტს. შეწყალების კომისიამ შეიძლება ივარაუდოს ამა თუ იმ ადამიანის შეწყალება, მაგრამ თუ ბატონმა სააკაშვილმა ამ შემთხვევაში ხელი არ მოაწერა ამ აქტს, ვერც ერთი პატიმარი, თუნდაც შეწყალება კომისია გავლილი, შეწყალებული ვერ იქნება. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით გაგიცხადოთ, რომ არც ერთი მათგანი არ იყო წარმოდგენილი შეწყალების კომისიაზე. სრულიად გასაგებია, რატომაც არ იყო, იმიტომ რომ
ამას მოყვებოდა უზარმაზარი ხმაური, რა თქმა უნდა, ვერც ერთი ამგვარი საქმე შეწყალების კომისიაზე ვერ გავა. არა მარტო ეს კონკრეტულად ეს საქმეები, ეს ადამიანები არიან უმძიმეს დანაშაულში მჟავრდებულები, ასეთი კატეგორიის საქმეები, როგორც წესი, ფაქტორად არ გამოდის შეწყალების კომისიის. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს საქმე გახდა ძალიან გახმაურებული და გეთახმებით და ამიტომაც სანდრო გირგულიანის მკვლელობის დასჯას მოითხოვს თითქმის მთელი საზოგადოება. გეთახმებით. და მე ხლა ხვდები თუ რატომ არ მოგვაწოდა ჩვენ სიები შეწყალებულ პატიმართა. ბატონ გია ძალიან დიდი ბოდიში აქვე მინდა რომ დააკონკრეტოთ. არანაირი კონსულტაციები თქვენთან ამ თემაზე არ ყოფილა? არანაირი კონსულტაციები ამ თემაზე ჩვენთან. თქვენ არ იყავით ბატონ გია საქმის ამასთან დაკავშირებით? 44 ოფიცერი თუ 45 ეს არის მტკნარი სიცრუე, ეს არის სიბინძურე, რომლის ტირაჟირებასაც ახდენენ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი მინისტრი. მე უბრალოდ ნამდვილად გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება ადამიანი ორ კვირაში შეიცვალოს, როგორ შეიძლება ამ ადამიანმა ზნე ესე იცვალოს. მე ვიცნობდი სხვა ძიმა შაშკინს, მე მაქვს ამის უფლება, მას დიმიტრი არ უწოდო და უწოდო ძიმა, უბრალოდ. ვიცნობ ამ ადამიანს დაახლოებით 7 წელი. აი როგორ შეიძლება ადამიანმა ერთ თვეში ზნე შეიცვალოს? მე ვთქვი რომ ეთყობა ხარიხართან რომ და აბა ზნეს იცვლის ამ ფერსო ეთყობა ეს დაემართა ანუ ბატონ გია დიმიტრი შაშკინით აიძულეს რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. მე დარწმუნებული ვარ რომ მას ურჩიეს, აიძულეს მე ვერ გეტყვი, იძულება რაში გამოიხატებოდა და რანაირად გამოიხატებოდა, მაგრამ მას რომ ურთხრეს და პირდაპირ უკარნახეს რომ ეს განცხადება უნდა გაერთიანებინა, ეს არის უდავო. თქვენ გახსოვთ იმ დღის ქრონოლოგია, დღის პირველ ნახევარში მას ჩამოართვეს ინტერვიუ თქვენმა კოლეგებმა, ჟურნალისტებმა, მან აღნიშნა რომ ეს ადამიანები იხდიან სასჯელს ჩვეულებრივად და შემდეგ უკვე დღის მეორე ნახევარში მან მოიწვია საგანგებო პრესკონფერენცია, თქო ვიღაცას არ მოეწონა მისი დასკვნები ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით და მან თქვა ის რაც თქვა. ეს არის კიდევ ერთხელ გიმეორებ სრული სიცრუე. არავითარი შეთანხმება საპარლამენტო ოპოზიციასთან არ მომხდარა. რაში დაჭირდა დიმიტრი შაშკინს რომ ეს განცხადება გაეკეთებინა თქვენი მისამართი? უბრალოდ ხელის შეხოცება ოპოზიციაზე ცდილობენ. არა მარტო ოპოზიციის წარმომადგენლები ახსენა დიმიტრი შაშკინმა, მან განცხადებაში თქვა მის პრესკონფერენციაზე რომ ასევე საქმის კურსში იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის საქმის კურსში არიან. არა მარტო ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ ნებისმიერ უზნეობასთან დაკავშირებით, რომელიც ამ 6 წლის მანძილზე ხდება საქართველოში. სწორედ ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენელმა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა ეს ადამიანები. მე ვფიქრობ, მან მეორეჯერ ჩაიდინა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით უმძიმესი დანაშაული, როცა დაფარა დამკვეთები ამ დანაშაულის და შემდეგ შემსრულებლებს მიუსაჯეს მხოლოდ 6 წელი. და ეხლა მე ნამდვილად ვერ დავიჯერებ იმას, რომ თურმე არ შეიძლება რაღაც სასამართლო საქმეების ჩარევა და მართლმსაჯულება არის დამოუკიდებელი საქართველოში, ეხლა ეს არავის არ ჯერა, აბსოლუტურად არავის არ ჯერა. როცა ადამიანები კარნახობენ მოსამართლეებს ჩუმად, ზურგს უკან და ეს არ ჩანს, მაშინ ეთყობა შეიძლება ჩარევა და როცა მართლახმა ამოსაღები იყო, უბრალოდ ადამიანს უნდა ეთქვა, რომ მოხდა უზნეობა და მოხდა საშინელი დანაშაული. ეს არ ითქვა თავის დროს. გასაგებია ბატონი ამაზე ძალიან ხშირად საუბრობენ, თუმცა ამ წუთას ფაქტია ის, რომ გირგულიანის მკვლელებს სასჯელის შეუმსუბუქეს ეს იყო უბრალოდ მორალური ვალის მოხდა ამ ადამიანების წინაშე. მათ შორის ბატონი სააკაშვილის მხრიდან. ვის წინაშე მოიხადა სააკაშვილმა? ამ 4 ადამიანის წინაშე. ამ 4 ადამიანის წინაშე, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა ბევრად უფრო მსუბუქი სასჯელი მიიღეს, ვიდრე მათ ეკუთვნოდათ. იქ არის მუხლი პირდაპირ შეცვლილი, თქვენიც უზენაეს სასამართლომ მათ თითო წელიც მოაკლო, აი იქამდე გათავხედა სასამართლო ხელისუფლება და შემდეგ ეთყობა ამ ადამიანებს დაპირდნენ რომ ჩვენ მართლობის პერიოდში თქვენ გამოხართ გარეთ, თქვენ ამას მოესწრებით, სანამდე ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ეთყობა ფიქრობ სააკაშვილი რომ თავისი არსებობის ხელისუფლებაში არსებობის დღეებს ითვლის იგი და ჩქარობს და ესწრაფის იმას რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე განთავისუფლდნენ საპატიმროებიდან რომ შემდეგ ხელისუფლების სხვადასხვა უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად გადაიხვეწონ ამ ქვეყნიდან და მათ არავინ არ კითხოს. არა მარტო გირგულიანზე, არამედ ბევრ საქმეებზე. მე დღეს წავიკითხე გაზეთ რეზონანსში ბატონი ხაინდრაოს ინტერვიუ. მეც გამიშთა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი
კითხვა არის მხოლოდ აქ გირგულიანის საქმე თუ არის კიდევ სხვა საქმეები როგორც ჩანს ეს რაზმი იყო მარბიელი რაზმი რომელსაც შეიძლება მე უბრალოდ ამას უშვებ გამომდინარე საქმის საერთოდ უზნეობიდან და იმ უბედურებიდან რაც მოხდა ქვეყანა ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ამ ადამიანებს სხვა საქმეებიც სხვა ბინძური საქმეებიც აქვთ ჩადენილი და ამიტომაც ფარველობს ხელისუფლება ამ დონეზე ამ ადამიანებს კი ბატონო თუ შეიძლება მსმენელი ყავს ხაზზე და შემდეგ განმაგდოთ საუბარი მოგესალმებით გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობათ გამარჯობათ თქვენ სტუმართან მაქვს ერთი კითხვა კი ბატონო გისმენთ ეს გირგულიანის თემა ყველა მიცით უტარო ბაქიძის თემაც და მე ჯგუფელი მომიკლეს 18 წლის კოტე ხელაშვილი დიახ ეს გავიდა ყველამ გაიგო მთელმა ქვეყანამ მაგრამ ეს მარტო 1 და 2 3 კაცი არ ეს ბევრნი არიან რომლებიც დახოცა ამ სატანამ და მოიწია თქვენ სტუმართან მაქვს ერთი კითხვა აი 7 ნოემბერს მთელი ქვეყანა რო ერთად ვიდექით და გადაგდება გვინდოდა ამისი და ვერ გადავაგდეთ დიახ მაშინ თქვენი სტუმარი იქ ჯონდი ბაღათურე პარლამენტში ვინებიც არიან შესრულები ქონდათ მოთხოვნა რომ გადამდგარიყო ეს სააკაშვილი დიახ და გუშინ გამოვიდა თორცლაძე და იძახეს რომ არა მე ეს მოთხოვნა აღარა მოქვს სააკაშვილის გადადგომა გასაგებია ძალიან დიდი აქ ეს მოთხოვნა დღემდე როცა პარლამენტშია შესული გადადგეს სააკაშვილი მოგცილდეს თუ აღარ მოგცილდეს გასაგებია გმადლობთ ბატონგია სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით თუ შეიძლება ოდნავ მოგვიანებით მე მინდა განმოგდოთ შეწყალების შესახებ საუბარი ბატონგია თქვენ ბრძანეთ რომ ხელისუფლების გუნდის წარმომადგენლები არიან საქმის კურსში ამ ფაქტთან დაკავშირებით და კი ბატონო ბატონგია თქვენი კოლეგები გნებათ უმრავლესობის წარმომადგენლები რა საუბრობენ ამ ფაქტთან დაკავშირებით რითი იმართლებენ თავს გულისხმობ პარლამენტის წევრებს ნაციონალური მოძრაობის მათი განმარტებები მე მხოლოდ ერთი პარლამენტის წევრის განმარტება მოვისმინე ბატონი გიგი წერეთელის რომელიც ამბობდა რომ ეს არ უნდა მომხდარიყო. კი ბატონო, სწორედ ბატონ გია ბარამიძეც საუბრობდა ჩვენს ეთერში რომ ეს არ უნდა მომხდარიყო. ხო, მაგრამ ეს ფაქტია რომ ეს მოხდა, დიახ. ფაქტია რომ ეს მოხდა. რა თქმა უნდა ეს პარლამენტის წევრებს არავინ არ ეკითხება ამ საკითხის გადაწყვეტას. მე ამაში დარწმუნებული ვარ და ეს სამწუხაროა. არც შეწყალების კომისიის წევრებს არ ეკითხებათ ბატონ გია. რა თქმა უნდა, არც შეწყალების კომისიის წევრებს არ ეკითხება და სწორედ ამიტომაც დავტოვე მე შეწყალების კომისია და მოუწოდე საზოგადოების იმ წარმომადგენლებს. ეს იყო პირველი პრეცედენტი ბატონ გია, რომ თქვენ არ კითხეს არაფერი. ეს მანამ თქვენ იყავით, დიახ, მაშინ როდესაც თქვენ მანძილზე ჩემთვის სააკაშოს არაფერი არ უკითხია, რომ შემკითხოდა რამეს ამ ქვეყნის საქმე ესე არ წავიდა. შეწყალების კომისიის წევრები ძალიან დიდი ბოდიში დეკემბერში, როდესაც მოხდა ამინისტია, იყო საკმაოდ ისეთი უხერხული მუხლებით, გულისხმობ გემის კაპიტნის მიტოვება განსაცდელში, ცხოველის წამება. თქვენ მაშინ ამის შესახებ არ საუბრობდით ასე ღია და არ იძახდით რომ ეს შეწყალება იყო რაღაც ეს მუხლები იყო რაღაც უხერხული. იქ გემის კაპიტნის შეწყალებაც იყო, ასევე იყო 260 მუხლი. ბატონო, თქვენ ასევე ვერ მოახერხეთ რომ შალვა რამიშვილს შეხებოდა ამინისტია. მაშინ თუ ეს შეწყალების კომისია არ იყო ობიექტური და თქვენ ვერ იღებდით გადაწყვეტილებას, რადგანაც როგორც თქვენ საუბრობთ მიხეილ სააკაშვილი იღებდა ყველა ამ გადაწყვეტილებას. მაშინ რისთვის იყო საჭირო რომ თქვენ ყოფილიყავით როგორც ამ კომისიის წევრი? დამთავრეთ. დიახ, გისმენთ ბატონო. დიახ. იქ გემის კაპიტნის მუხთან დაკავშირებით, მუხთან ერთად იყო მრავალი მუხლი შეტანილი. თუმცა ბატონგია ეს მუხლი თქვენ არ გაგიპროტესტებია თუნდაც არ გავაპროტესტებდი ამ მუხლს, იმიტომ რომ ამ მუხლით არც ერთი ადამიანი არ იყო დაკავებული. ამ მუხლით იყო ერთი ადამიანი დაკავებული და ეს ადამიანი განთავისუფლდა. არა, წამებით იყო ბატონგია ერთი ადამიანი დაკავებული. მაშინ ეს უფრო სარკაზმული მუხლია. ეს უფრო სარკაზმული მუხლია, რასაც თქვენ ამბობთ, ცხოველის წამებას. ეს უფრო სარკაზმული მუხლია. არა, მე არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი ის ბატონგია რომ არც ერთი პატიმარი არ იყო ამ მუხლით დაპატიმრებული. ეს გემის კაპიტანი იყო ნავის თუ რის ტივის აბსოლუტურად არ მაინტერესებს მე მაინტერესებს ის რა გავაკეთე მე გავაკეთე ის რომ 31 მუხლი პლუს ამ 26 მუხლისა რომელიც თავდაპირველად იყო შეტანილი შევატანინე ხელისუფლებას ამნისტიის შესახებ კანონში ეს ცუდია არა ბატონგია ეს ძალიან კარგია მაგრამ თქვენ მეკითხებით მე რატო იყო გემის კაპიტნის მუხლი თქვენ როგორ მე არ შემიტანია ეს მუხლი არა გასაგებია მე მესმის რომ თქვენ არ მოიყვანეთ ხელისუფლების წარმომადგენელი და მას შეეკითხეთ რატომ იყო ეს შეტანილი და იგი გაგცემთ პასუხს რატომ იყო შეტანილი ანუ ვერ გაგცემთ თქვენ ხომ შეგეძლოთ მე რაც გავაკეთე კი ბატონო რომ აი ეს მუხლები ეს შეწყალების კომისიის მუხლები გაგეპროტესტებინეთ მე არ მახსოვს თქვენი პროტესტი არა მე ამას არც გავაპროტესტებდი ამ მუხლის იყოფნას იმიტომ რომ ეს მუხლი საერთოდ არ მადარდებდა გამომდინარე იქიდან როგორც თქვენ ამბობთ რომ ამ მუხლის უკან არც ერთი პატიმარი არ იდგა და მე შევიტანე მუხლები რომლის უკან ათასობით ადამიანი იდგა თქვენ რა გინდათ ახლა მე ვიტყვით რომ ეს ცუდი იყო რა ჩვენ გავაკეთეთ და მე უფრო მეცაც გეტყვით რომ არ ყოფილიყავით ჩვენ
ჩვენ რო არ ყოფილიყავით, მივიღებდით ჩვენ იმ ამნისტიას, რასაც თქვენ ახლა აქილიკებთ და აბსოლუტურად სამართლიანად აქილიკებთ. არა, ბატონგია, მე იმიტომ ვაქილიკებ, რომ გემის კაპიტნის განსაცდელში მიტოვებული არც ერთი პატიმარი არ არსებობს. გაუმარჯოს სიმართლეს თუ არა, მათ შორის აქაც. რასაკვირველია, მაშინ თქვით, რომ გემის კაპიტანი სისულელეა, მაგრამ 260 მუხლის პირველი ნაწილი არ არის სისულელე, 177 მუხლის პირველი ნაწილი არ არის სისულელე, 178 მუხლის პირველი ნაწილი არ არის სისულელე. გასაგებია ბატონია მე პირველი მეორე ნაწილები არ არის სისულელე მე თქვენ გეტყვით. არა, რადგანაც თქვენ მეუნებთ, არა, მე უნდა გაგცეთ ამაზე ახლა, მე ამას ნამდვილად ვერ მივიღებ ესე აგდებით ამ თემაზე საუბარს, იმიტომ რომ მე ამაში ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ჩავამთხიე უზარმაზარი შრომა, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. აი ამ მუხლებით, რომელიც ჩვენ შევიტანეთ და არა იმითი, რასაც თქვენ ამბობთ. გეთანხმებით, ის იყო სისულელე და მე სისულელეზე რა კომენტარი უნდა გამეკეთებინა. მე უნდა მიმეღო შედეგი. ხომ არ უნდა გაგიპროტესტებინათ ბატონია ეს მუხლები. შედეგი უნდა მიმეღო. მე ვიყავი პრაქტიკულად შედეგზე ორიენტირებული. მე მივიღე შედეგი. შედეგს მოყვა ის, რომ დაახლოებით 11580 ადამიანს შეეხო ამნისტიის შესახებ კანონი. დაახლოებით მე ზუსტი მონაცემები არ ბატონია, ისიც შეიძლება 20 იქეთ, 20 აქეთ იყოს. ზუსტი არ მაქვს. მაშინ ბატონია, იქით მიპასუხეთ. აი ეს არის შედეგი. გასაგებია, მე მესმის. ის გემით თავის კაპიტანიანა ჩაძირულა ზღვაში. გასაგებია, ვინ არის გემის კაპიტანი? ვინ არის? მე აქ მაინტერესებს, ხვდები თქვენ. მე ის მაინტერესებდა იმ მუხლების უკან ვინ იდგა და იმ მუხლების უკან იდგნენ ათასობით პატიმრები და თუმცა ბატონია, თქვენ თავად ბრძანეთ, რომ საბოლოოდ მაინც გადაწყვეტილებას იღებდა პრეზიდენტი სააკაშვილი და პრეზიდენტი სააკაშვილი ამნისტიის შესახებ კანონზე არ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. პარლამენტი იღებს კანონს და შემდეგ პრეზიდენტი ხელს აწევს. როგორც სურს ისე იღებს გადაწყვეტილებას. ამნისტიის შესახებ კანონზე პრეზიდენტ სააკაშვილს ჩარევის უფლება არ ქონდა. ის იყო შეწყალება, ეგ სხვა კი ბატონო, დიახ. ეს არის ამნისტიის შესახებ კანონი. ამნისტიის შესახებ კანონს იღებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, ანუ პარლამენტი. შეწყალების აქტი არის ერთპიროვნული. კი ბატონო, ბატონია, ამინისტია რატომ არ შეეხო შალვარამიშვილს ბატონი? ამნისტია შალვარამიშვილს არ შეეხო იმ მარტივ მიზეზით, რომ ხელისუფლებას ეშინია შალვარამიშვილი, რომ ანუ მაინც საბოლოოდ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერია ბატონია. რა თქმა უნდა, ეჭვია შეგებაროთ. არა მარტო მიხეილ სააკაშვილი, ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელსაც ძალუც შალვარამიშვილის გარეთ განთავისუფლება, გარეთ გამოშვება, ერევა უხეშად ამ საკითხის გადაწყვეტაში. ბატონია, მე და თქვენ ამ თემაზე გვისაუბრია თუნდაც ამ ეთერში და თქვენ ესეთი განცხადებები მაშინ არ გაგიკეთებიათ ბატონია, როდესაც თქვენ იყავით ყალების კომისიის წევრი საინტერესო ამ განცხადებებს რატომ აკეთებთ დღეს და რატომ არ აკეთებთ მაშინ როდესაც არა მე შალვარამიშვილზე მუდმივად ვაკეთებდით არა ბატონო კი ბატონო მაგრამ თქვენ ამის შესახებ დავკავშირდით ქალბატონს შალვას მეუღლეს ქალბატონ თეას გასაგებია მესმის მრავალჯერ მქონდა მასთან შეხვედრა ყველანაირად აბა თქვენ რა გინდათ ახლა მე მასთან არ ვიცი ტრანსპარენტებით მერბინა არა ტრანსპარენტებით არა ბატონია ჩვენს ეთერში გესაუბრეთ ამის შესახებ თქვენ ეთერში როცა კითხვა დაისვა მაშინ მე პასუხი ჩემგან მიიღეთ თქვენ რა გინდათ მე მოვიდე აქ მე მოვიდე აქ შუაში ვიყო პროცესის შუაში ვიყო იქნებ ამ ადამიანებს გამოგვლიჯო მათ შორის შალვარამიშვილი აქ მოსულიყავი თავსლაფი დამესხა მიხეილ სააკაშვილისთვის და მე ვიღაცას ეთქვა ვიღაცას მათ შორის სააკაშვილსაც რომ იქ საგარეშვილი მივიდა მაესტროში თუ უცნობში გაგვანძღა ჩვენ და ეხა ვერაფერი ვერ გამოვა ამ საქმიდან თქვენ ეს გინდათ თქვენთვის რა არის მთავარი შედეგი არის მე თქვენ გეუბნებით საზოგადოებას გულისხმობ რა გინდათ თქვენ ესე იგი მე 5 ოქტომბერს დავინიშნე 6 ოქტომბერს აქ მოსულიყავი დედმამის სული მეგინებინა ხელისუფლებისთვის თქვენ ტაჟდამი გინებას არ გულისხმობ, რასაკვირველია, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ რომ მაშინ გაგეკრიტიკებინათ მიხეილ სააკაშვილი, დღეს ეს ფაქტი გირგულიანის კვლელების შეწყალება არ მოხდებოდა, მე ამას გეკითხები. მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა ჩემგან არ აკლია. ამ ბოლო დროს თქვენი ოპონენტები საუბრობენ რომ აკლია. თქვენ ჩემთან საუბრობთ. კი ბატონო, რასაკვირველია, შეგახსენეთ ისე. თუმე რომელიმე ჩემი ოპონენტი ამას მეტყვის და დამძრახავს იმაში, რომ ხელისუფლებას აკლია ცაგარეიშვილის ხრიდან კრიტიკა, მე ამას არ მივიღებ. კარგით ბატონია, ეს არ მივიღებ, იმიტომ რომ დღეს აიღეთ გადაავლეთ თუნდაც დღევანდელ პრესას, გუშინდელ პრესას. მე ახლა აქ თქვენ რომ ეს კითხვა ცოტა ადრე დაგესვათ. ადრიანად რომ ემცოდო და მოვიტანდი ამ პერიოდში გავშვიდი კარაბადინივით და ნახავდით ერთი გია ცაგარეიშვილი დასლაპარაკობს. არა მე ყოველთვის არა მაქვს ეს დაუყოვნებლობის გია ცაგარეიშვილის განცხადებებს. კი ბატონია ბოლოს საჭიროს ჩავთვალე წასვლა კომისიიდან მაშინ წავედი. იმიტომ რომ მე მორალურ პასუხისგებლობას გძნობ როგორც პატიმრების დედების მიმართ ისე ქალბატონი ირინა ენოქიძეს სულის კი ბატონო გასაგებია რასაკვირველია ამიტომ როცა მივიღე გადაწყვეტილება მაშინ მივიღე ესე იგი ჭრელო პეპელას ვარიანტია ნურც გაფრინდები ნურც ოფრინდები რაღაცას ვიტყვი რატო არ თქვი უფრო ხმამაღლა არ ვიტყვი რატო არ ამბობ ესე იცით რა არის
კარგი, ბატონო, თუ ეს არის ალაპარაკო თემა, ვისაუბროთ. არა, ბატონგია, მე გკითხეთ თქვენი აღელვება. დიდი სიამოვნებით. კი ბატონო, უბრალოდ მე გკითხეთ, რომ თქვენ როდესაც შალვარამიშვილის შესახებ დღეს საუბრობთ, ადამიანს პატიმარს რომელსაც არ შეეხო ამ მინისტრია. შალვარამიშვილს მე პირადად საუბრობთ, რომ ეს იყო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება. იმიტომ რომ მას ეშინია 1000 განცხადება გაკეთებული, მათ შორის შალვას საქმეზე. კი ბატონო, პირდაპირ როცა დაიბლოკა და ადეიშვილს გადავეცით ხელიდან ხელში 16 პოლიტპატიმრის სია და ეს ადამიანები ჩემს აზრით არიან და გია თოხთაძეს აზრით არიან პოლიტპატიმრები, ჩვენ ეს სია გადავეცით. არ მოხდა ამ მიმართულებით. არ მოხდა, აბა თუ იცით რატომ მე ვგულისხმობ განცხადებებს, ასეთი ხმამაღალი განცხადებები თქვენ არ გაგიკეთებიათ თუნდაც მე მუდმივად გაკეთე, არ მივიღებ ამ შენიშვნას. კი ბატონო. არა, მე შემიძლია გაჩვენოთ ბატონ გია თქვენი გამოსვლა ჩვენს ეთერში და მე მინდა გითხრათ რომ მე ბატონო, მაშინ შეიძლება დადასტურებით გითხრათ რომ შეიძლება მე მაშინ არ ვიყავი ასეთი მწვავე, იმიტომ რომ ველოდობოდი შედეგს. შალვას მეუღლეს უნდა შალვა ცოცხალი დაინახოს ოჯახში. რასაკვირველია. აბსოლუტურად გეთანხმები და არა მარტო შალვას მეუღლეს. ეს იყო ჩემი მიზანი. მე ამ მიზანს ვერ მივახციე. ბატონ გია, მე მინდა გითხოთ, თქვენ უსამართლობის გამო დატოვეთ შეწყალების კომისია. ხომ არ ფიქრობთ ან ხომ არ არის შესაძლებელი რომ თქვენ უსამართლობის გამო დატოვოთ და უარი თქვათ საპარლამენტო მანდატზე? ეს იქნება ჩემი ბოლო შეკითხვა. შეუძლებელი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის. გასაგები, ახლა მომავალში გულისხმობთ. შეუძლებელი. ოდესღაც ალბათ მოგიწევთ საპარლამენტო მანდატზე. არა, ოდესღაც მომიწევს და არ მომიწევს. არა, მე გულისხმობ რომ თქვათ, არა, ბატონ გია, თუ შეიძლება არა, ბატონ გია დავაკონკრეტებ თუ შეიძლება. მე ვგულისხმობ მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იქნება 4 წლის მერე. კი ბატონო, ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. მე როდის მივიღებ ამ გადაწყვეტილებას? რასაკვირველია ბატონ გია, თქვენი გადაწყვეტილება, ამას მე ვერ ამიტომ ძალიან გთხოვთ რა. ნუ მომაქცევთ ჩარჩოებში. რას ბრძანებთ ბატონ გია? ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ დემოკრატია ყველასთვის დემოკრატია. ამ სტუდიაშიც დემოკრატია, პირველ ხარისხის დემოკრატია, რუსთავიორზეც და იმედზეც. ყველგან დემოკრატია და აზრის თავისუფლება და გადაწყვეტილებების თავისუფლება არის თავისუფლება ადამიანის. მე დაგიჩვენე. შეულებრივად, ამიტომ მე მივიღებ საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას. მე გაგეცით თქვენ მეგონი ნორმალური პასუხი, მაგრამ თქვენ ეს ვიღეთ როგორც არანორმალური პასუხი. ამიტომ მე გეუნებით. ამ გადაწყვეტილებას მე მივიღებ. მაშინ არ ვცხარობ, ეს არის ჩემი სტილი საუბრის. მოდის გიხდით თუ თქვენ უხერხემლობაში გაგდეთ. მაყურებელს მე მივიღებ გადაწყვეტილებას მაშინ, როცა მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. შინაგანი რწმენით. მიხვდით? მე ვერავინ ვერ მაიძულებს ამ გადაწყვეტილების მიღებას და არც არაფერი არ მჭირს. საამისო რომ ვინმე მაიძულოს. რასაკვირველია, მე არ მგონია რომ ვინმე გაიძულებდეთ გადაწყვეტილების მიღებას. ამიტომ ეს არის არაფერი არ არის გამორიცხული, მე ამას პირდაპირ გეუნებით. ყოველგვარი მიკიბოგის გარეშე მე იცი თქვენ არაორდინალური გადაწყვეტილების არ მეშინია 6 წელიო ამ გაუგებრობაში ტრიალებ და ყოველთვის ვიღებდი ამგვარ გადაწყვეტილებებს. ხშირ შემთხვევაში არაორდინარულ. კი ბატონო, ბატონია 9 აპრილს მიდიხართ მიტინგზე. ამას გადაწყვეტავს საქართველოს დემოკრატიული პარტიის პოლიტსაბჭო, რომელიც დღესაც ახლა როცა მე აქ თქვენთან ვარ სტუმრად მოწვეული. კი ბატონო. საუბრობს ამ თემაზე. არ არის გამორიცხული ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღოთ, არ არის გამორიცხული. ეს არის საკმაოდ რთული თემა ზოგადად, 9 აპრილის თემა. არა იმიტომ რომ გია ცაგარეიშვილი უნდა იყოს თუ არა. ზოგადად არის ურთულესი პრობლემა ქვეყნის წინაშე, რომელიც ჩემის აზრით უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად პირველ რიგში, ისე რომ არ დაზიანდეს ეს ქვეყანა, ეს არის უმთავრესი. ყველაფერს გავაკეთებ მეც და ჩემი თანაპარტნიორები. ძალიან დიდი მადლობა. მოხდეს ესე. რას გავაკეთებ ჩვენ? თქვენ ამას ძალიან მალე დაიხილეთ. ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს. გია ცაგარეიშვილი გახლავთ ჩვენი განაცემის პირველი ნაწილის სტუმარი. ჩვენ რეკლამის შემდეგ ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად დავბრუნდებით და გველოდეთ. მედია პროექტი უცნობი კავკასია. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე გახლავთ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონ ფიქრია, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. თქვენ იყავით ქალბატონ ფიქრია ერთ-ერთი ის პოლიტიკოსი, რომელმაც აუწყეთ საზოგადოებას გირგულიანის მკვლელების შეწყალებასთან დაკავშირებით. თუ შეგიძლიათ მითხრათ, საიდან მიიღეთ თქვენ ეს ინფორმაცია და თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია, თავად შეწყალების კომისიის ყოფილ წევრს არ აქვს ინფორმაცია, როგორ მოხდა ამ შეწყალების გადაწყვეტილების მიღება. თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია და რა შეგიძლიათ გითხრათ ამ შეწყალების და ამ ფაქტის შესახებ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე შემიძლია გითხრათ, რომ მითქმა-მოთქმა საზოგადოებაში დიდხანს არსებობდა იმის თაობაზე, რომ გირგულიანის მკვლელები განსაკუთრებულ რეჟიმში იხდიდნენ, კარგი გაგებით განსაკუთრებულ რეჟიმში მისჯილს, სასჯელს, რომ იყო ასეთი ინფორმაცია, რომ მათ არაერთხელ ხედავდნენ ციხის კედლებს მიღმაც. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ იყო ფაქტები, ეს იყო მხოლოდ მითქმა-მოთქმა და აი ამ შეწყალებების სერიის შემდგომ კიდევ გაჩნდა ინფორმაცია და საკმაოდ დასაბუთებული
წყარო გვაწვდიდა ჩვენ ინფორმაციას, რომ პროექტში შესაწყალებელი ადამიანების ჩამონათვალში ეს ხალხი იყო მოხვედრილი, მაგრამ ჩვენ აღარ ვიცოდით მერე უკვე შეწყალებულთა შორისაც იყვნენ თუ არა. თავისთავად ფაქტი, რომ შესაწყალებელთა სიაში იყვნენ, ესეც უკვე მრავლის მეტყველი იყო და ამიტომ ჩვენ ბატონ გურამთან გირგულიანთან გქონდა საუბარი და ამის შემდგომ გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა უკვე ახალი ხელმძღვანელობისათვის სასჯელ აღსრულებითი დეპარტამენტისა და იმ ახალი სამინისტრო, სადაც ბატონი შაშკინი დაინიშნა, ჩვენ 17 ფებრუარს მივმართეთ წერილით და მოვითხოვეთ ოფიციალური დადასტურება, რომ იყვნენ თუ არა საერთოდ შესაწყალებელთა სიაში და ვისი რეკომენდაციით იყვნენ და შემთხვევით ხომ არ არიან შეწყალებულნი და დღეს სად არიან და რა მდგომარეობაში იხდიან სასჯელს. კარგახანს ვერ მივიღეთ პასუხი, ჩვენ რამოდენიმე გზის მოვითხოვეთ უკვე სატელეფონო ზარითაც, რომ პასუხი აგვიანებდა და ველოდებოდით ამ პასუხს და მივიღეთ 3 უпростоრად 2 მარტს აი ეს წერილი, სადაც იყო სკანდალური, ასე ვთქვათ, ინფორმაცია ჩვენთვის მოწოდებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის შეწყალების განკარგულებით დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდათ. უпростоრად მე იმიტომ შევყომდი, რომ აქ არის დათარიღებული 2 მარტით, მაგრამ ჩვენ მივიღეთ 12 მარტს ეს წერილი. და იყო რატომ ქალბატონ ფიქრა ესა დაგვიანებით ხომ? არ ვიცი, ხა 17-დან თითქმის 1 თვე არ გასულა, მაგრამ აღარც არაფერი აკლდა 1 თვის გასვლას. ალბათ შეყობდნენ იმიტომ, რომ ჯერ არ უნდათ, რომ ეს ინფორმაცია გაეცათ და სამხედრო წოდების გამო გაუნახევრდათ ამ ადამიანებს სასჯელი. ქალბატონ ფიქრა, თუ შეგიძლიათ იქნებ აგვიხსნათ, არის ესეთი პრეცედენტი, არსებობს თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია. გასაგებია, რომ 45 კაცს გაუნახევრდათ ამის სამხედრო წოდების გამო სასჯელი, მაგრამ შესაძლოა დამეტებით რაიმე ინფორმაცია არსებობდა სამ ფაქტთან დაკავშირებით. თავისთავად ეს ფაქტი, რომ გირგულიანის მკვლელების მიმართ განხორციელდა შეწყალება არის სამართლებრივს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ამორალურობის ზენიტი დღევანდელი ხელისუფლების მიერ გაკეთებული ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებებისა და საგმირო საქმეებისა, რაც შეეხება ბატონი შაშკინის განცხადებას, ეს იყო ყოვლად არაკვალიფიციური და ასევე ამორალური განცხადება შემიძლია გითხრათ. მისი განცხადება ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ასე რომ ჩინის მქონე ადამიანებს უფლება ეძლევათ ჩაიდინონ მძიმე დანაშაულნი და მათ მერე შეუმსუბუქდებათ ეს. მე ვფიქრობ ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, გაუგონარი ლოგიკა არის საერთოდ. მე ვფიქრობ პირიქით ჩინის მქონე ადამიანებს ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ სწორედ იმის გამო რომ ისინი გარკვეულ ჩინს ფლობენ. და როდესაც ლაპარაკია ვთქვათ რაღაცა ტიპის გადაცდომაზე, იქ შეიძლება რომ რაღაცა ჩინი დამსახურება გაითვალისწინო ადამიანის და ძალიან მსუბუქი სასჯელის შემთხვევაში ვთქვათ გაითვალისწინო ჩინი და ასე ვთქვათ პოზიტიურად გამოიყენო ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც არის ლაპარაკი უმძიმეს მკვლელობაზე, ყველაზე გახმაურებულ და ყველაზე სკანდალურ მკვლელობაზე საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, აქ მოიშველიო ჩინი, ეს არის მხოლოდ კიდევ ვიმეორებ ამორალური გადაწყვეტილება და თავხედური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისა. თუ იქნება საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა, იგივე პოლიტიკოსების მხრიდან, არის შესაძლებელი რომ ეს გადაწყვეტილება ანულირდეს? მე არ ვიცი ხა ამ გადაწყვეტილების ანულირება როგორ შეიძლება, ერთადერთი მე ვფიქრობ რომ ჩვენ საზოგადოებამ უნდა მიიღოს სრული სია კიდევ ვინ არიან შეწყალებულები, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, სადაც ეს გააკეთეს, უამრავი სკანდალური შეწყალება არის, როგორც ჩანს, აი ამ ფარდაჩამოფარებული შეწყალებების მიღმა მიმალული და მაშინ როცა უამრავი უდანაშაულო ადამიანი ისჩის სასჯელს დღეს საქართველოს ციხეებში, მაშინ როცა ძალიან მსუბუქი დანაშაულებისთვის ადამიანებს მისჯილი აქვთ 10, 12, 15 წელი და მათ არაფერი არ ეხებათ, თქვენ წეგან შალვარამიშვილის ფაქტს ახსენებდით და თელმა საზოგადოებამ იცის რომ ყველანაირად ეკუთვნოდა სამართლებრივად ამ ადამიანს ვადაზე ადრე გათავისუფლება, მაგრამ თავი მოიკლეს, რა არ მოიგონეს, რა არ გააკეთეს, რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგათ და როდესაც ამ სკანდალურ ამბავს იგებს საზოგადოება, ბუნებრივია ჩნდება ეჭვი, რომ როგორ ჩანს, მათ გამოუშვეს გარეთ ისეთი ხალხი, რომელთანაც ისინი კრიმინალურ ჯაჭვში არიან ერთად შეკრული ხელისუფლების წარმომადგენლები. რაში დასჭირდა პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების მიღება? პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების მიღება დასჭირდა ერთადერთ რამეში. როგორ ჩანს, ის ეჭვი, რომელიც საზოგადოებაში იყო, აბსოლუტურად დასაბუთებული ეჭვი გახლავთ, მით უმეტეს დღევანდელი გადასახედიდან, რომ ამ 4 ადამიანმა თავის დროზე, თავის თავზე აიღო იმაზე მეტი, რაც ჩაიდინეს.
იმიტომ რომ იმ დანაშაულის ჩამდენთა შორის კიდევ იყო ერთი ადამიანი, ოლეგ მელნიკოვი და ის დაფარული იქნა და ეს ის ოლეგ მელნიკოვია, რომელიც ამავე დროს იმ სკანდალური სუფრის წევრი იყო, რომელ სკანდალურ სუფრასაც გარშემო უსხდნენ ბატონი ახალაია, სანოძე, დონაძე და ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია. ეს რომ დაფარულიყო და იმ მაგიდასთან არ მისულიყო დანაშაულის დაგეგმა და მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარიყო, როგორც ჩანს ამ ხალხს მოთხოვეს, თხოვეს, აუხსნეს, რომ მათ აეღოთ თავიანთ თავზე, დაავალეს, არ ვიცი როგორ მოხდა ეს ყველაფერი და მერე ყველაფერს გააკეთებდნენ იმისათვის, რომ ისინი კარგად ყოფილიყვნენ ციხის პირობებშიც და ციხიდანაც ძალიან მალე პირველსავე შესაძლო შემთხვევაში გაეთავისუფლებინათ და ეს ვალდებულება მათ გააკეთეს, აღასრულეს მაშინ, როდესაც საქართველოში არის საკმაოდ დაძაბული სიტუაცია და ისმება ასეთი შეკითხვა კი, მაგრამ ეს ხომ უგუნურებაა ესეთ დაძაბულ სიტუაციაში პოლიტიკური კრიზისის პირობებში კიდევ ერთი და მეკითხა, როდესაც არსებობს საზოგადოების ესეთი საკმაოდ მაღალი საპროტესტო მუხტი, მაშინ პრეზიდენტი სწორედ ამ დროს იღებს ასეთ გადაწყვეტილებას. ხომ არ იქნებ გამოსავალზე ისაუბროთ, ქალბატონო ფიქრია, რა გამოსავალი არსებობს? ფაქტია, რომ პრეზიდენტი მის გადაწყვეტილებებს ასეთი პრეცედენტი არ არსებობს, რომ პრეზიდენტ შემდეგ პრეზიდენტმა შეცვალოს გადაწყვეტილება. მაშინ, როდესაც არსებობს ასეთი საპროტესტო მუხტი და პრეზიდენტი ალბათ საქმის კურსია ამასთან დაკავშირებით, მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში და იგი ყოველდღიურად საუბრობს მოსალოდნელ დაპირისპირების შესახებ. ეს ის ფაქტია, რომელზეც საზოგადოება ყოველდღიურად საუბრობს და საკმაოდ აღელვა საზოგადოება ამ ფაქტმა. როგორ ფიქრობთ, ქალბატონო ფიქრია, რა შეხედავთ გამოსავალს, რა არის საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი სააკაშვილი და არის შესაძლებელი რომ შეცვალოს გადაწყვეტილება? მოდით, ჯერ იმ კითხვაზე გავცეთ პასუხი, თითქოს ერთი შეხედვით ულოგიკო გადაწყვეტილება რატომ მიიღეს, ანუ კრიზისის დროს ცეცხლზე ნავთი რატო დაასხეს ამ ადამიანების გამოშვებით. ამას ერთადერთი ახსნა შეიძლება გქონდეს მხოლოდ, რომ სააკაშვილს დღეს ჭირდება იმ ადამიანების ერთგულება, რომლებთანაც სწორედ დანაშაულ კავშირში იმყოფება და ეს არის ახალაიების კლანი, სანოძეების და ასე შემდგომ, რომლებსაც ყველა სიბინძურეს როგორც ჩანს აკეთებინებდნენ ამ ხელისუფლების პირობებში ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული. როგორც ჩანს დღეს განსაკუთრებით ჭირდება სწორედ ამ ტიპის კატეგორიის ადამიანების ერთგულება მას და თუ მათ არ დაუმტკიცებდა რომ მათ ხალხს ისინი არ უსრულებენ პირობას, რომელიც მისცეს მაშინ, როცა სასჯელი აიღეს თავიანთ თავზე ამ 4 ადამიანმა. ნუ მაშინ შეიძლება პროცესები არც თუ ისე სახარბიელოდ წარიმართოს. ამიტომ ეს არის გადაწყვეტილება ერთ-ერთი იმათაგანი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი დღეს გარშემო ხელისუფლების რღვევა დაწყებულია, შიდა პროცესი დაწყებულია ყოველ დღე, ზოგი ძალიან ნაცნობი, ზოგი საკმაოდ უცნობი, უჩინარი თუ ასე შემდგომ, გახმაურებული და გაუხმაურებელი, მაგრამ სახელისუფლებო გუნდს ყოველდღიურად ტოვებენ ადამიანები. ამ შემთხვევაში მათ ჭირდებათ ისეთი ადამიანები, რომლებიც იქნებიან შეკრული ყველანაირი გადაწყვეტილების მიღების დროს. რა გამოსავალი არსებობს? გამოსავალი არსებობს ერთადერთი. როდესაც სააკაშვილი დგამს ასეთ ნაბიჯს და იღებს ასეთ ამორალურ გადაწყვეტილებას. იქ აღარც მორალზე შეიძლება ლაპარაკი, აღარც პოლიტიკურ ლოგიკაზე შეიძლება ლაპარაკი. თქვენ საუბრობთ, რომ ეს ადამიანები არ არიან დამნაშავეები გირგულიანის პრობლემასთან დაკავშირებით. თავარი დამნაშავეები არიან, შემსრულებლებიც არიან, რა თქმა უნდა, მონაწილეობდნენ და მათ მოკლეს, აწამეს და მოკლეს გირგულიანი, ასევე აწამეს ბუხაიძე. მაგრამ იქ კიდევ მონაწილეობდა ერთი ადამიანი, რომლის დანაშაული დაიფარა, ოლეგ მელნიკოვი, საერთოდ იმასაც ამბობენ, რომ ბიბილურიძე საერთოდ არ მონაწილეობდა იმაში, თუმცა ამ განსჯაში მე ვერ შევალ, ამას ჭირდება ობიექტური გამოძიება, მაგრამ რაც მთავარია, დამკვეთები დაიმალნენ და დამკვეთებს დაეფარათ ხელი, თორე ისინი რა თქმა უნდა დამნაშავეები არიან და დანაშაული უნდა მოიხადონ მთელი სიმკაცრით და არა ისე რომ ჩინის ან რამის გამო მათ შეიძლება როდისმე რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე აპატიოს. ერთი რამ რომ ამ ადამიანებს აუცილებლად მოუწევთ იმ მუხლით კი არა გასამართლება და სასჯელის მისჯა, რომლითაც ამ ხელისუფლებამ და ამ ხელისუფლების ჯიბის სასამართლომ მიუსაჯა. სხვათა შორის საქალაქოს სასჯელი კიდევ 6 თვით შეუმსუბუქეს თუ გახსოვთ 2006 წლიდან 2007 წლის ივლისში, 1 წლის თავზე. ამას თავი დავანებოთ. მათ მოუწევთ თავიანთი დანაშაულის გამო პასუხის გება სამართლიანი სასამართლოს წინაშე, შემსრულებლებსაც და დამკვეთებსაც აუცილებლად მოხდება ეს საქართველოს დემოკრატიული საქართველოს პირობებში და სამართლიანი საქართველოს პირობებში. რაც შეეხება რა უნდა მოუხერხოთ აი ამ სიტუაციას, აქ ერთადერთი გამოსავალი არსებობს. სააკაშვილი, რომელიც აღარ ექვემდებარება აღარანაირ ლოგიკას, სააკაშვილი, რომელიც ფინანსური კრიზისის პირობებში ჩვენი ჯიბის ფულს ხარჯავს საკუთარი აპატიეთ პორნოსიამოვნებისთვის და საკუთარი თვითფრინავით ბიუჯეტის ფულით
ვიღაც გაურკვეველ ადამიანებს სიამოვნებაზე საუბრობ. ეს მე არ მე ინფორმაციას ფლობ. არა, მე განსაკუთრებულს არაფერს არ ვფლობ, მთელი მედია საშუალებები მოფენილია ამ ინფორმაციებით, რომ მან საკუთარი თვითფრინავით არაერთხელ ამოგზაურა საქართველოში ვიღაც სკანდალური პორნო მასაჟისტი, რომელთანაც თვითონ ფოტოებს იღებდა და თავს იწონებდა. ეს კიდე სხვა თემაა, მე ამ თემაზე სასაუბროთ აქ არ მოვსულარ, მაგრამ ერთი ფაქტია, ნორმალურ ქვეყანაში ასეთი საკითხი საიმპიჩმენტო საკითხი იქნებოდა ნამდვილად და საპარლამენტო ოპოზიცია კარგს იზამს თუ ამ საკითხს ჩაეძიება, რატომ ხდება სააკაშვილის პირადი სიამოვნებისათვის საბიუჯეტო სახსრების, ასე ვთქვათ, ასე გაფლანგვა. და ის რომ პარლამენტში მყოფი ოპოზიცია გარკვეულწილად აი ჟარგონით ვიტყვი უправებს დემოკრატიულ ფასადს სააკაშვილს, რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაცა გაეპარათ მათ და შეიძლება მათ ზურგს უკანაც მოხდა რაღაცები, მაგრამ ისინი ბევრად უფრო მკაფიოები და მტკიცენი რომ ყოფილიყვნენ, იგივე სააკაშვილის ხელისუფლება, თუნდაც მათ ვერ გაუბედავდა ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გაუბედეს მათ და ყველაზე სკანდალური მკვლელობის თაობას. პარლამენტში დღეს არიან წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც ზოგი ჟურნალისტობის პერიოდში, ზოგი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში ყველაზე ბატონ გიაცა კაფიოთ არიან მიბმულნი გირგვლიანის თემასთან და ძალიან არაადეკვატური გამოჩნდა ამ ბატონ გიაცა გარეშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში რამდენიმე წუთის წინ რომ შეწყალების კომისიასთან დაკავშირებითო საბოლოოთო მაინც გადაწყვეტილებები ხდებოდა ისეთიო როგორც სურდა თავად მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ პრეზიდენტი იღებდა ხო მაგრამ ამ შეწყალების კომისიაზე ძალიან ბევრ კარგ რამეს როცა ლაპარაკობდნენ ყოველთვის უნდა თქმულიყო რომ ამ შეწყალების კომისიაში რაღაცები ისე არ ხდება მე მაინტერესებს დღეს ყველა ოპოზიციონერმა ყველა ოპოზიციონერმა დატოვა? კარგი იქნა რომ დატოვა, მაგრამ ყველა ოპოზიციონერმა დატოვა შეწყალების კომისია თუ დარჩნენ იქ ოპოზიციონერები? მოდი მოიკითხეთ, ესეც საინტერესოა. და თუ დარჩნენ, ჯერჯერობით ბატონ გიაცა გარეშვილი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც დატოვა შეწყალების. ხო და თუ დარჩნენ, მაშინ აგვიხსნან იმ ადამიანებმა, რა მოტივით დარჩნენ, მაშინ როდესაც მათი სახელით, შეწყალების კომისიის სახელით, შეწყალების აქტით გირგვლიანის მკვლელები იქნენ გათავისუფლებული და მერე უთხრენ საზოგადოებას დანარჩენი. ისინი საუბრობენ ამის შესახებ, რომ მათ აქვს შესაძლებლობა რომ აკეთონ კარგი საქმეები და სწორედ ამიტომ არტოვებენ შეწყალების კომისიას. კარგი საქმეები როგორ აიწონება და კარგი საქმეების კეთებას გადასწონის თუ არა ერთი ყველაზე ამორალური საქმე და კიდე ამ ერთი ამორალობის უკან რამდენი ამორალური იგეგმე არის უკვე შეფარებული კაცმა არ იცის. არის საზოგადოებაში ასეთი მოარული აზრი და ინფორმაცია რომ აი ამ შეწყალებების შედეგად დაახლოებით 500-მდე მძიმე დანაშაულში არათუ ეჭმიტანილი მისჯილი კრიმინალი გამოუშვეს გარეთ. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების შედეგად ბატონ მე უკვე მაქვს საფუძველი ჩავთვალო რომ როგორც ეს ინფორმაცია აღმოჩნდა მართალი რომ მოგვაწოდეს და დადასტურდა რომ მართალი იყო ეს ინფორმაცია როგორც ჩანს არც ეს ინფორმაცია არის სიმართლისაგან შორს და მოდით მაშინ ნუ შეულამაზებთ მიხეილ სააკაშვილის ფასადს კარგი საქმეების კეთების мотивაციით მიხეილ სააკაშვილის პირობებში კარგი საქმეები არ კეთდება კარგი საქმეები გაკეთდება მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი იქნება გასტუმრებული ამ ხელისუფლებაში გასაგებია ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ქალბატონ ფიქრია გადაცემაში მონაწილეობისათვის გისურვებთ წარმატებებს ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში ზურაბ ვაზაგაშვილისა და ამირა რობაქიძის მშობლები იქნებიან ჩვენი გადაცემის დასკვნითი ნაწილის სტუმრებით დაგოლოდეთ მედია პროექტი უცნობი კავკასია ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე და ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი გახლავთ ჩვენი გადაცემის დასკვნითი ნაწილის სტუმრები. ბატონობა ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. მე მესმის რომ ძალიან ძნელია გარდაცვლილ შვილებზე და ამ მეტად საკმაოდ მძიმე ფაქტებზე საუბარი და სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ გადაგიხდით. ძალიან დიდ მადლობას გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ სოსო თუ შეიძლება თქვენგან დავიწყოთ მოგეხსენებათ ალბათ რომ სანდრო გირგულიანის მკვლელებს პრეზიდენტის გადაწყვეტილების თანახმად გაუნახებდათ სასჯელი. თუ შეგიძლიათ რა სიტყვით თქვენ მაშინ როდესაც თქვენი შვილის მკვლელები ჯერჯერობით არ არიან დასჯილები, რა სიტყვით ამ ფაქტთან დაკავშირებით და თუ შეიძლება ოდნავ მოგვიანებით ბუტა საქმესთან დაკავშირებით. დიახ. ძალიან დიდი მადლობა მაესტროს მოწვევისათვის. დიახ, თქვენ სწორბრძანებთ სანდრო გირგულიანის მკვლელები არიან შეწყალებულები. თითქმის ალბათ ძალიან ახლო მომავალში ისინი გამოვლენ ციხიდან, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ 7 წელი გაუნახევრეს 2 წელზე მეც თითქმის იხდიან და უკვე რამდენიმე დღეში არა ერთ თვის განმავლობაში ალბათ ესენი იქნებიან თავისუფლები. მე ესე ვიტყვით რაღაცას, ანუ ეხლა ახლოვდება 9 აპრილი. დიახ. და მიხეილ სააკაშვილს და ვანო მერაბიშვილს
და მის გუნდს ამ მკვლელების ბრიგადას ჭირდება ის კილერები, რომლებიც არიან სანდრო გვიგულიანის მკვლელები რა. ბატონ სათო რაში ჭირდებათ კილერები? რაში ჭირდებათ და გეტყვით, რაში ჭირდებათ? იმაში ჭირდებათ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ყველა მიწის პრესი ადვილად არ დათმობენ, აქედან წასვლა საქართველოსთან თავის თავიანთი წასვლა და ეს კილერები საჭიროა, რომ 9 აპრილისთვის რაღაც პროვოკაციები მოაწყონ. რა, ჩემი აზრით, მე ესე ვფიქრობ ამას. ეს არის პირადი ჩემი აზრი. რა თქმა უნდა, როდესაც საზოგადოებაში ესეთი დიდი აღშფოთება არის სანდრო გვიგულიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, ამ დროს მიხეილ სააკაშვილს ეს ხალხი არ უნდა შეეწყალებინა რა. კი ბატონო, სწორედ ეს მინდა გკითხოთ თქვენც, როგორც ჩვენი გადაცემის წინა ნაწილის წინა რესპონდენტს ვკითხა ქაბატონ ფიქრას დაუსვე ეს შეკითხვა. რაში დასჭირდა პრეზიდენტს მაშინ, როდესაც საზოგადოებაში არსებობს საკმაოდ მაღალი საპროტესტო მუხტი? რაში დასჭირდა ბატონო, თუ შეიძლება იქნებ მიპასუხოთ, რაში დასჭირდა პრეზიდენტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და როგორც ქაბატონმა ფიქრიამ თქვა, ცეცხლზე ნავთი დაესხა? მოგესალმებით. ჩემი აზრით კი არა იქითკენ მივიდივართ, ჯერ ერთი თავიდან მოკლედ ვიტყვი მოგახსენებთ, რომ ეს ფაქტი იყო მთელ ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრი. თავიდან არ უნდათ ხო ისედაც ამ მკვლელების დაზა, მით უმეტეს ნახევარზე მეტი ხო, ალბათ ხო, გარეთ არიან შემკვეთები დარჩენილი. არ დასაჯა ხო, არ გაიმეტეს. ხო და იძულებული გახადა მერე ოპოზიციამ ეგრე აიტაცა საზოგადოებამ. დღეს მე ვფიქრობ, ეს დაჭირდა მიხეილ სააკაშვილის და ვანო ბერაბიშვილის გამო, რომ აი კიდევ ზედმეტად, აი როგორ ვიხმარო ეგ სიტყვა, მაგრამ იმათ ვიტყვი უფრო, რომ აი გააღიზიანოს საზოგადოება რა. აი კიდევ ერთხელ დაგვწინა სულ ყველას და გვეუბნება, რომ აი ეგრე გამოდის, აი მე ვარ და ჩემი გუდანაბადი, აი როგორც მინდა ისე ვიქცევითო რა. აი სხვა ხსნა რა აქვს ამას რა, იმიტომ რომ მთელი საქართველო იცის ხო დიდმა და პატარა, ხო რა საშინელებად ჩაიდინეს. ეს იყო ჯერ არასწორად იყო გასამართლებული. არასწორი მუხლით, ეს იყო გაზრახ მკვლელობა. ეს არის საშინელება, როცა აი პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნებს თუ დააშავა ცოლებულ სანდრო, ხო იმის მაგვილად რომ წაეყვანათ, ხო ახსნა არა აქვს, ხო შინაგან საქმეთა სამინისტროში ან გაყოფილებაში იქვე ახლო. მიყავთ ტყეში და კრიმინალურად არჩევეს საქმეს, ხო? აი მარტო მაგით არიან დასასჯელები რა. და არასწორი მუხლით. ეგ არის განზრახყოლება და მაგათ მე ჩემი აზრით ეკუთვნით უვადო პატიმრობა. გასაგებია, მე მინდა ვისაუბროთ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ბუტარო ბაქიძის საქმეებთან დაკავშირებით, დიახ გისმენთ. დავამატებ რა. ეს იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ვანო ბერაბიშვილმა მიანიშნა იმ პოლიციელებს, რომლებიც ხელს აწერენ ესეთ ამბებზე, რომ სანდრო მოკლენ, ბუტა მოკლენ, ზურა მოკლეს და ასე შემდეგ. ეს კილერები მე იმიტომ ვახსენე, იმიტომ რომ პოლიციამ უნდა იცოდეს, სპეცნაზმა უნდა იცოდეს, თუ რაღაც მოხდება, ეს იქნება 9 აპრილში, 9 აპრილამდე რაღაც, ისინი ზუსტად ესეთი დაუჯელები იქნებიან, როგორც სანდრო გვიგულიანის მკვლელებთან დაჟილები. თუმცა სასო ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ 7 ნოემბერი იყო შეცდომა და ისინი ამ შეცდომას აღარ დაუშვებენ. ესენი თუ საუბრობენ, რომ შეცდომა იყო, მაშინ დასაჯოს ის ხალხი, ვინც ამ 7 ნოემბერზე და ესეთი ხალხი ამდენი ხალხი დაარბია და მოწამეს გაზეთ და პირადად მეც ორჯერ მოხვდი რიყიდანაც და უსტავილდანაც დასაჯოს ის ხალხი რა. მე მინდა კითხოთ ბუტარო ბაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით არის როგორ მიმდინარეობს ბატონ სოსო გამოძიება ჯერჯერობით საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი რომ მკვლელები არიან დასჯილები თუ შეგიძლიათ იქნებ მოგვიყვეთ საქმის დეტალები ბუტარო ბაქიძის თაობაზე აბსოლუტურად მე გეტყვი თქვენ რაც არის ელემენტარული ეს არის ყველაფერი თეთრი ძაფით ნაკერი აბსოლუტურად არავინ არ არის დასჯილი მე დასჯას იმას არ ვეძახი რომ თურმე 19 წლის ბავშვის მკვლელობა ყოფილა სამსახურული მოვლენების გადაჭრა მე არ ვიცი შეიძლება დღეს ჩემი შვილის წველი გარეთ არის რამდენიმე დღე შეიძლება გამოვიდეს აბსოლუტურად დასაჯელი ის ხალხია რომლებმაც სიკვდილის ბრიგადები ჩამოაყალიბეს და გამოძიება როგორ მიმდინარეობს გამოძიება საერთოდ არ მიმდინარეობს არის გაჩერებული ყველაფერი არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს რატომ რას პასუხობენ რას გეუნებიან რატომ არის შეჩერებული გამოძიება ბატონ სოსო გამოძიება არის მთლიანად წნეხის ქვეშ აი ამიტომ არის შეჩერებული იმიტომ რომ გამოძიება თუ წავიდა სწორად წავიდა სამართლიანად და არა იმ გაყალბებებით რაც წავიდა მაშინ აქ არ უნდა დაისაჯოს მარტო ბაშალეიშვილი აქ უნდა დაისაჯოს დაახლოებით მინიმუმ 1-20-დან 25 კაცამდე აი ამის გამო ის ხალხი რომელსაც ახლა მე თქვენ გეუბნებით დონაძეები, მიქაძეები, მელნიკოვები და ასე შემდეგ და ასე ადეიშვილი რომელიც ღირსშესანიშნავი პროკურორია ისინი ისევ თანამდებობებზე არიან და არ აძლევენ არავის იმის უფლებას რომ სწორი გამოძიება ჩატარდეს იმიტომ რომ თუ ჩატარდა სწორი გამოძიება მაშინ თვითონ უნდა აღმოჩნდნენ ესენი ციხეში ვინ თვითონ ბატონ სოსო ნებისმიერი ვის ახლა გვარები ჩამოვასახელი გასაგებია კი ბატონ ზურაბ თუ შეიძლება მინდა კითხოთ ასევე ბატონ ზურაბის საქმესთან დაკავშირებით თუ არ ვცდები საკმაოდ ისეთი ბევრი უსამართლობა საკმაოდ
უსამართლობაზე საუბრობთ თქვენ. მე წავიკითხეთ თქვენი სტატია, თქვენ ასევე გამოაქვეყნეთ 72 პირი ის გარდაცვლილი პირი, რომელთა საქმეებიც არ არის ჯერჯერობით გამოძიებული დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. თქვენ სწორედ ასეთ განცხადებას აკეთებთ. თუ შეგიძლიათ მითხრათ ბატონ იურა, როგორ მიმდინარეობს ზურაბის საქმის გამოძიება? ზურაბის საქმე შეკერეს და გადააგდეს გვერდზე, ვითომ დაამთავრეს გამოძიება, მაგრამ სინამდვილეში შეწყვიტეს, ამათ როგორც ახასიათებთ, ერთადერთი მუხლი იცი ან უფლებამოსილების გადამეტება. იქაც არავინ არ დასჯილა, ჩვენ თვითონ დაზარალოთ არ ვცნეს, ჩვენ მიმართეთ ევროპას სტრასბურგში გვაქვს გასაჩივრებული დამატებით საჩივარიც გაგზავნილი გვაქვს. გვაქვს უამრავი მტკიცებულები, რომელიც მიშა სააკაშვილს დაუწყეთ წინ მაგიდაზე 5ჯერ მოყვა უკუ რეაქცია და პრეზიდენტის მაგივრად აი დავიწყოთ პირველად რომ მიმართეთ ეგრევე იმაზე ოჯახურ ბიზნესზე დაიწყეს ზეწოლა, როცა იმის შემდეგ ზურას უზგეფიცებით თუ ერთი დღე მემუშაოს და არც ვიმუშავებ რა, მანავე მისი სხიანი მთავრობა იქნება. იქნებ დააკონკრეტოთ ბატონ იურა, რას ნიშნავს ოჯახურ ბიზნესი? აი თვითონ ზურას ჰქონდა თავისი რესტორანი და ბისტრო, მე მქონდა სუპერმარკეტი, მეორების საფთიაკი. კომპლექსი გვაქვს რა, ესეთი ოჯახური ბიზნესი ჰქონდა. ხოდა და იმის შემდეგ ზურას რესტორანი დაკეტილი, მაგრამ დაიწყეს სუპერმარკეტი მივაქია, დიჯარით მივე, გავეცით და იმის შემდეგ დაიწყეს ზეწოლა, ყოველდღე დადიოდეს შანტაჟი, დამიგრიეს ოფისი. მერე წამართვეს კუთვნილი ავტომანქანა, გამოაცხადეს კრიმინალად. თითქოს ეს მანქანა ვიღაც ჯონი ცივაძემ დაკარგა 2004 წლის მაისში, როცა 2003 წლის 3 წელს მანქანა იყო ჩემ მფლობელობაში და დაზღვეული იყო ეს მანქანა, კიდევ კაი დავაზღვიეთ, ხო, სადაზღვევო კომპანია GPS Holdings-ში. ეს ყველა მტკიცებულობა დაუწყეთ, მაინც 18 თვე ყავდათ ეს მანქანა არ იძლეოდეთ. ეხლა იძულებული გახდა იმდენი მტკიცებულობა დაუწყეთ, რომ 18 თვის შემდეგ დაგვიბრუნეს და დაზარალოთ არ მცდეს. ესევე შვილი მომიკრეს დაზარალოთ არ მცდეს. დღემდე ყავთ შვილის მანქანა. არ ვიცი სადაც ყავთ რა, ამბობენ სამინისტროში დამალული ყავთ სადაც, იმიტომ რომ უამრავი მტკიცებულობა. ყველა პოლიციელი, ყველა მკვლელი ლაპარაკობს იმას, რომ არ მისვრი ამ დროს მანქანაზე არის 700-800 ნატყვი არის. რომ გამოვიდა იქიდან ინფორმაცია, ხო? იმ მანქანას არ იძლევიან. იყო მტკიცება. ფუთურიძეს გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება. და ეხლა მტკიცება რომ დაუდგენელი დაგჭო. ჯერ ერთი თუ დარჩა დაუდგენელი პირი, ხო? რა შუაშია ეს მტკიცება მაგასთან. მეორე ეს მტკიცება მინდა აღვნიშნო, მაგას რა შემახედებს ელემენტარულად მინდა რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩავატაროთ და როგორც შუადღეობით ვიმართეთ ქალაქის პროკურატურას, აი დღევანდელი კახეთის გუბერნატორს ღვინიაშვილს, ხო, მასივე შეწყვიტეს საქმე. გასაგებია, ანუ ბატონო იურა, თქვენ საუბრობთ რომ ზურას გარდაცვალების შემდეგ თქვენზე იყო უფრო სერიოზული ზეწოლა. გრძელდება დღემდე. ამაზე მეტი ზეწოლა რა არის, შვილი მოგვიკლეს და დაზარალებულად არ აქვს. კი ბატონო, ბატონსო თუ გაქვთ თქვენ იგივე პრობლემა. ეხლა აი მეწოდება რა, ამ შემთხვევაში მაპატიო კახელებმა და ის ყველა რეგიონში ყავთ ესეთი კრიმინალები. გიორგი ღვინიაშვილი გუბერნატორი, ის თავდაცვებული ეს ირაკლი ქადაგიძე, რომელიც მაშინ იყო დეპარტამენტის დირექტორი, არის კახეთის სამხედრო სუპროსი და სულ ეგეთი მკვლელები და კრიმინალები ყავთ. როგორ შეიძლება ფირცხალაოს შრომაში მუშაობდეს, როგორც ირაკლი ფირცხალა, რომელიც პირადად მონაწილეობდა იმის ხელმძღვანელად იყო და ზურას ზე განახორციელა საკონტროლო გასვლა გიორგი ცაძემ თვითონ კრიმინალ პოლიციამ ჩაიდინეს მკვლელობა და თვითონ გამოიძინეს ხალხო. დამიჯერეთ ესეთი რა, აი სასაცილოა რა, სატირალიტოა. ბატონსო თუ შეგიძლიათ თქვენ ისაუბროთ თუ არსებობს ასეთი თქვათ შემთხვევები თქვენთანაც და ანუ არის თუ არა ზეწოლა თქვენზე და თქვენს ოჯახზე. ზეწოლა არის ზეწოლა, მეც ყველა მიცის, აგერ ბატონმა იურმაც იცის, რომ ქონდა რაღაც ბიზნესი, პატარა რესტორანი, აი მეტროპოლი, რომელიც აქ და პრეზიდენტმა პირდაპირ თავის განკარგულებით გასცა ამის გაყიდვის უფლება ყველანაირი ტენდერის გარეშე და პრაქტიკულად ჩამომართვეს ესმე თავიდან ბოლომდე. და თქვენ იცით ჩემი ზეწოლა, რომ შარშან ზაფხულში მე დამხვდენ პადიესთან და იარაღი მომადეს და ეს განცხადება დღესაც დევს პოლიციაში. ამაზე მეტი ზეწოლა რა უნდა იყოს? ზეწოლა არის ყოველდღე და ყოველწუთი. ჩვენისგან ხალხი არ უნდათ რომ აცხოვრონ ამ ქვეყანაზე რა. პირდაპირ გეტყვით რა, მეც და იურა ჩვენ დღეს ვხოროთ მეგობრებით. არანაირ საშუალებას არ გვაძლევენ იმისა რომ ვიარსებოთ ამ ქვეყანაზე რა. პირდაპირ ვიტყვი ამას. აი მე დღეს იყო მარხაზ გულიაშვილი, თქვენ იცით ეს იმის შვილს რაც გაუკეთეს რა. ჯორჯენ ტაიმსის ადამიანს დაადეს იარაღი. და ის იგივე დღეში ჩავარდებოდა, როგორც დღეში ჩავარდა ჩემი შვილი, ჩავარდებოდა იურის დღეში. ეს არის როგორ გითხრათ, ახლა აღშფოთებული ვარ დღეს, სადაც მე კავკასიაზე უყურე ამ გადაცემას, ამ კაცს უნდა გვერდით ხარის დაჭერა და მე მალხას ვაძლევ იმის პირობას, რომ ნამდვილად ეს არის ძალიან საშინელი ფაქტი.
აბსოლუტურად ესენი ისევ აგძელებენ მე რო ვიძახი რომ ის სიკვდილის ბრიგადები ისევ არსებობს იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის თანამდებობის პირი დღეს პატრულის უფროსის მოადგილე რომელიც იყო მაშინ პუტარო მოკლეს არის დღეს დეპარტამენტის თავმჯდომარე მიქაძე არის კადრების უფროსი თქვენ იცით ისა რა ქვია დონაძე სადაც მუშაობს აბსოლუტურად მე ჯერტი მიხეილ სააკაშვილი არ არის ჩემი პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტი აიჩია მაშინ ლევან გაჩიჩილაძე ხალხმა გასაგებია ბატონო სესო აგძელებს დღეს ისევ იგივე ეს სიკვდილის ბრიგადები ისევ იმ საქმეებზეა დაკავშირებული რაზეც არის კი ბატონო მე მინდა გკითხოთ ორივე თქვენგანს და ეს იქნება ჩემი ბოლო შეკითხვა თქვენი შვილების საქმეები და თქვენი შვილების მკვლელობის საქმეები არის საკმაოდ გახმაურებული ფაქტები მე მინდა გკითხოთ გაქვთ თუ არა იმედი რომ საბოლოოდ ეს ფაქტი ამ ფაქტის გამოძიება მოხდება ობიექტურად და დაისჯებიან ნამდვილი მკვლელები როგორც თქვენ საუბრობთ ეს ადამიანები არ არიან საქართველოს პრეზიდენტი სანამ არის ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი სანამ არის ადეიშვილი მთავარი პროკურორი საქართველოსი ეს საქმეები არ გამოიძიება მაგრამ მე კიდევ ვიძახი მოვა დრო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი წავა, ეს ხალხი ბევრად მეტად დაიჯებიან, იმიტომ რომ ყველაფერს არიდებენ თავის დანაშაულს დღეს. თავს ესენი იქნება დონაძეები, მიქაძეები, მელნიკოვები, ასე შემდეგ, რაც ბატონმა იურამ თავიშვილის წივრთან დაკავშირებით ბრძანა. ამ ხალხს არ შევარჩენთ, არ გავჩერდებით და მინდა გითხრათ, რომ მეგაზდევთ პირობას, აი მე და იური ჩვენ საუბრობდით დღეს, ჩვენ ახლა ახალ ორგანიზაციას ვაყალიბებთ ისეც, რომელიც ყველა მთავრობის დროს იმუშავებს ეს ორგანიზაცია დარჩეს, იყოს ეს ორგანიზაცია, რომ არცეთ ბავშვ, რომელიც დანაშაულო იქნება. ერთი ღერით არ უნდა ჩამოვა. არ შევარჩენთო რომ იძახით, რაზე საუბრობთ? არ შევარჩენთო რომ იძახით, რაზე საუბრობთ იქ და კონკრეტულად? მე გეტყვით, რას ნიშნავს? ეს არის თქვენი მხრიდან. ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოში დღეს პრეზიდენტი. როგორი არის ეს გინდა საპარლამენტო იყოს, გინდა პრეზიდენტო მმართველობა იყოს საქართველოში. თუ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, რომლებიც მოვიდნენ და ამდენი ხალხი თქვენ ახლა ომის ამბებს უკვე აღარ ვლაპარაკობ, ფიქციხეების ამბავია, ქონების წარწერა, არ დაიჯებიან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ანუ დარჩება ბანკროტი, გინდა პრეზიდენტი იყოს, გინდა პრემიერ-მინისტრის მმართველობა იყოს, ვინც ამ ხალხს არ დაიჯის, ავტომატურად ისინი ბანკროტები ჩემია და იმათ ავტომატურად ძლიერი ოპოზიცია გაუჩნდებათ რა. ეს ხალხი უნდა დაისაჯოს უყველა და აი მაშინ უნდა სულთა ფურსლიდან დაიწყოს ყველაფერი ამ სულ. ბატონო სასო გისმენთ. მე ამ თავრობის ხელში არ ამჯერავს, იმიტომ რომ არ არის პოლიტიკურობა, ვინაიდან თვითონ არიან მკვლელები და მკვლელების მფარველები, სრული პასუხისმგებლობის ვაცხადებ. წარმოიდგინეთ ბატონო მაპატია შეგაწყვეტნით ის 72 ადამიანი გარდაცვლილი პირი რომელიც თქვენ გამოაქვეყნეთ თქვენ ყველა ამ ადამიანების გარდაცვალებას ხელისუფლებას აბრალებთ ეს მოხდა ამ ხელისუფლების დროს და არა 72 ჩვენ ზუსტი ბოლო მონაცემები არა გვაქვს არის დაახლოებით ალბათ 100 კაცი ანუ წერია ზურაბ ჟვანია გურამ შარაძე ეს კი ბატონო და მე აბა ვისი ბრალია რა ჟვანია მე და სოსო მოყალეთ ვიმოკლა და არ არის პოლიტიკური წარმოიდგინეთ ესე ეს არის ქვეყნის მთელ საქართველოს ვიცის დიდ და პატარა ვინც მოკლა ზურაბ ჟვანია და ჯერ ეგეთი თუ არ იციან ეს კიდევ მეტი სირცხვილი რომ პრემიერ-მინისტრი მოკლეს და 4 წელია იძიებენ და ის ვერ დაადგინეს აი როგორი ხერხემალი ყავს ჩვენ ვანო მერაბიშვილის თამადობით ხო ხერხემალს რო ვეძახით ვიცი ეგ არის პირადად მიშას ხერხემალი სხვა არავისი არამც ქართველი ხალხის რა და არიან ყავთ მკვლელები ამ მკვლელებს აწინაურებენ ჩემი შვილის მკვლელები სულ ყველა დაწინაურებული როგორ შეიძლება გრიგოლ კვინიკაძე და ის 10 გამოძებელი სულ ყველა მონაწილეობდა მკვლელობაში ესროდნენ და თვითონვე გამოიძიეს ეს საქმე რა და ამ დროს ჩვენ როგორ აი აზე რა ახსნა რა აქვს ამას რა და პრეზიდენტს რო დაუწყობ წინ საცა ვიდეო ჩანაწერები მაქვს საცა თვითონ პოლიციელის თანამშრომელი ლაპარაკობს რომ ზურა ცოცხალი იყო და დაჯახების შემდეგ განახორციელეს საკონტროლო გასვლა და ამაზე რომ პრეზიდენტი აი წარმოიდგინე ეს გულთან არ მიიტანს ეს არის პრეზიდენტი ქვეყნის ეს არის დამაქცევარი მტერი რას გვიშვება რომ გაიძახიან რუსიო რა გააკეთა რუსმა დაგბომბა დახოცა დაანგრია სახლები და მიშა მეცრას აკეთებს და დღევანდელი მთავრობა კლავს ქუჩაში შვილებს გუხრიტავს იმას კერძო საკუთრებას გვართობენ გვიგრებენ გვაყაჭაღებენ და რავი მე მგონი ერთი ფულიანი კაცი აღარ დაჭა საქართველოს ძალიან დიდი მადლობა მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის გისურვებთ გამძლეობას
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მესმის რომ ძალიან ძნელი ამ თემებზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ ამისათვის მადლობას გადაგიხდით. მე მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა და მოვახსენო რომ ჩვენ შევთავაზეთ დიდი თხოვნით გადაცემაში მონაწილეობა მიიღო სასჯელახსოვრების დეპარტამენტის ახლადანიშნულ მინისტრ, თუმცა მან სამწუხაროდ უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილეობისათვის და გთხოვა რომ წერილობით გაგვეგზავნა კითხვები, რომელიც ჩვენ გვებადება. ასე რომ ბატონი დიმიტრი არ მობრძანდა გადაცემაში სტუმრად და იმედი მაქვს რომ იგი ახლო მომავალში გახდება ჩვენი გადაცემის სტუმარი. რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია ხვალამდე გემშვიდობებად, ხვალ ზუსტად 9-ის ნახევარზე ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში. ბედნიერად. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.